გენერალი ჯეკ კეინი ჩვენი მთავარი სტრატეგიული ანალიტიკოსია და 4 ვარსკვლავიანი გენერალია პენსიაზე. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ამ ვადაში? კარგი, ნახეთ, პირველ რიგში მე ვაფასებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ სურს ჰორმუზის სრუტის გახსნა, რა თქმა უნდა, და ასევე ცდილობს ირანელებთან შეთანხმების მიღწევას, რაც ყველაფერს მოგცემდა. მათ მოუწევდათ გადმოეცათ ყველაფერი, რასაც ჩვენ სამხედრო ძალის გამოყენებით წავართმევდით. შეთანხმების არსი და ეს სიის სათავეშია არის ის, რომ მათ უნდა თქვან უარი და მოგცენ ნება გავანადგუროთ ბირთვული გამდიდრება, რაც მათ აქვთ. და ეს აუცილებლად უნდა იყოს ამ შეთანხმებაში. და ეს უნდა იყოს შეთანხმების ნომერი პირველი, რადგან ყველაფრის დასაწყისში აქ თავარი საკითხი იყო მათი ბირთვული შესაძლებლობა. მაგრამ დაფიქრდი, რა უნდათ ირანელებს აქ? რატო დახურეს ჰორმუზის სრუტე? მათ დახურეს ჰორმუზის სრუტე უბრალოდ იმისთვის, რომ მთავრობაზე ზეწოლა მოეხდინათ, რომ ომი შეეჩერებინა და ჩვენ შევაჩერეთ ომი. მოდით გავიგოთ, რა დევს სასტორზე ირანელების თვალსაზრისით და ასევე ჩვენი ქვეყნის თვალსაზრისით. მე ირანელებს საერთოდ არ ვენდობი. პრეზიდენტიც არ ენდობა მათ. მან არაერთხელ აწარმოა მოლაპარაკებები მათთან. მან იცის, რომ ისინი მატყუარები და თაღლითები არიან. ამიტომ ყველაფერი თავად შეთანხმებაზე, მის შინაარსსა და მის გადამოწმებაზე მოდის. ირანელები სპეციალისტები არიან შეთანხმებების დაბინდვასა და გადადებაში. ისინი იტყუებიან, პირდებიან და არ ასრულებენ. ამ შეთანხმებაში ბევრი რამ არის ჩართული. მადლობთ. ფიქრობ, ამ შეთანხმების დასადებად ზეწოლა. მაგრამ ახლა სადაც ვართ, იქ ვართ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვართ. და ყველაფერი საბოლოოდ იმ ყველა პუნქტზე მოდის, რომ ეს შეთანხმება დაიდოს. რა თქმა უნდა. და ნახავთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, პრეზიდენტი იღებს სიგნალებს ირანელებისგან, რომ ისინი მზად არიან დათმონ ყველა ამ პუნქტში. არ ვეწინააღმდეგები იმ ფაქტს, რომ ხალხი ამას ამბობს. თუ ისინი მართლა გააკეთებენ ამას, ეს უკვე სხვა ამბავია და ეს არის ჩემი შეშფოთების მიზეზი ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის და მისი გუნდის წევრებიც კარგად იციან, ვისთან აქვს საქმე. მას მოგვიწევს მაქსიმალურად ზეწოლა მოვახდინოთ მათზე. და თუ ეს ჩვენთვის ცუდად დასრულდება, უნდა გვეყოს სიმამაცე, რომ ეს სამხედრო გზით გადავწყვიტოთ. ირანელები იმაზე აქვს გათვლა, რომ ჩემი აზრით მათი სტრატეგია გაჭიანურება და დაბნევა. და იმის გამო, რომ ამერიკელებმა შეწყვიტეს მოქმედება და სრუტეები ღიაა, გემები ისევ მოძრაობენ, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ აღარ გვეყოფა სიმამაცე, რომ დავბრუნდეთ და სამხედრო ოპერაციები განვაახლოთ. ფიქრობ, ეს არის მათი სტრატეგია. ნახოთ თუ ეს ასე იქნება. ამას მალე გავიგებთ. როცა შეთანხმების საბოლოო დეტალებამდე მივალთ, ნახავთ რა დათმობებზე წავლენ ისინი და სინამდვილეში რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ირანელებთან მიმდინარე პროცესის მიმართ, რადგან მათ არ ვენდობი. არ მომწონს ზეწოლის შემსუბუქება და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება, რაც ისედაც სურდათ, რათა ზევა აიძულონ, ომი შეაჩეროს. ეს გავაკეთეთ, თუნდაც დროებით, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა წერია ამ შეთანხმებაში. გენერალო, ფიქრობთ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა დიდხანს არ გარძელდება? თუ ის ჩავარდება და სიტუაცია გაუარესდება, როგორი უნდა იყოს სამხედრო პოზიცია? უნდა დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ. ისრაელელებს დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე სჭირდებათ. ჩვენს დაახლოებით იგივე დრო გჭირდება. სამხედრო მეთაურების აზრით, ჯერ კიდევ ბევრი სამიზნეა დარჩენილი დასარტყმელად. და მე მართლა ფიქრობ, რომ თუ შეთანხმება ჩაიშლება, ყველაფერი კარგის კუნძულზე და ძალის გამოყენებაზე დადის. ან კონტროლს აიღებ კარგის კუნძულზე და ნავთობის განაწილებაზე, ან გაანადგურებ მას და ეკონომიკურ კოლაპსს გამოიწვევ. ან კონტროლს აიღებ კარგის კუნძულზე და მაშინ უპირატესობა გექნება, რომ ისინი ჩვენს ნებას დაემორჩილონ და მართლაც აიძულო ისეთი პეთი პოზიცია დაიკავონ, როგორიც ჩვენ გვინდა. და ეს რეჟიმს, ჩემი აზრით, რეჟიმის კოლაფსისკენ გზაზე აკენებს. ამას ზუსტად ვერავინ იტყვის და ეს თავიდანვე თქვით. არ ფიქრობთ, რომ ეს შევძლებთ შეთანხმებას? თქვენ არ ფიქრობთ, რომ თუ შევძლებთ შეთანხმებას, რომელიც გამორიცხავს იმას, რასაც სამხედრო გზით გავაკეთებდით, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასანახია. და პრეზიდენტმა აქ გადაწყვეტილება მიიღო. დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს მთავრობის მანევრი კარგის კონტროლის დასამყარებლად? ან იქნებ ბევრად უფრო აგრესიული ვარიანტის არჩევა? იმიტომ რომ მათ შეიძლება ელოდონ, რომ ირანელები მოიტყუებენ.
კარგი, მოისმინე, ამაში დარწმუნებული ვარ. პრეზიდენტი ამ საკითხში ძალიან გონიერია. მან იცის ვისთან აქვს საქმე და იცის კარგის კუნძულის მნიშვნელობა. და ჩემი აზრით, მან ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლია აიღოს კონტროლი მასზე, ან გაანადგუროს იგი და ესმის, რომ ეს ირანის მომავლისთვის კრიტიკული წერტილია. დიახ, მან ზუსტად იცის, რამდენად სტრატეგიულია ეს რესურსი და შეუძლია ნებისმიერ დროს დაეუფლოს, ან გაანადგუროს იგი. დიახ, მას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა ხელთ და მან ეს იცის. კარგი, ქალაქში ამჟამად ყველაზე აქტუალური თემა იყო ომის დანაშაულები. არ ვიცოდი, რომ ხიდის აფეთქება ომის დანაშაული იყო. აჰა, წარსულში ბევრი პრეზიდენტი იყო და ბევრი ომი, რომლებმაც ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაარტყეს. როგორ რეაგირებდით ამ ყველაფრის მოსმენისას? ხედავთ, ჩვენ ვიცნობთ ჩვენს პრეზიდენტს, არა? ის იყენებს მდიდარ და ფერადოვან ენას. და ის მას იყენებს როგორც ბერკეტს მოლაპარაკებებში. და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის დიდი ნაწილი აქ სასტორზე იდო. და ეს არ ნიშნავს არც ერთი წუთით, რომ ის არ გამოიყენებს მაქსიმალურ სამხედრო ძალას ამ რეჟიმის გასანადგურებლად. მას ნამდვილად ჰქონდა ამის გააზრახვა და მას ბევრი ვარიანტი ჰქონდა ხელთ. მაგრამ მდიდარი და ფერადი ენა ვფიქრობ იყო იმ ბერკეტის ნაწილი, რომელსაც ის ცდილობდა მიეღწია. და ადამიანები ამას ნაწილობრივ სიტყვასიტყვით ავიქვამენ პოლიტიკური მიზეზების გამო. მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი დავინახე, როგორც სინამდვილეშია. მე დავინახე, როგორ გამოიყენებოდა პრეზიდენტის ენა ირანელებთან ურთიერთობისას, ბერკეტად. და სულ ეს იყო. და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ომის დანაშაულების ჩადენის გზაზე ვართ, არა არავითარ შემთხვევაში. დიახ. ცარიელი ლაპარაკი, როგორც ჩვენ ამას ვეძახით. გენერალ კინი, დიდი მადლობა. ტრამპმა ირანი უკან დაახევინა. მას გიჟს ეძახდნენ მუქარებისთვის, მაგრამ მუქარებმა იმუშავა. სრუტე ხელახლა გაიხსნება და ირანი დაპირებას დებს, რომ შეწყვეტს რაკეტებსა და დრონებს. შემდეგი 24 საათი იქნება გამოცდა. თუ ნავთობის ტანკერები გაივლიან, ამას ოფიციალურად დავასრულებთ პრეზიდენტის 6 კვირის ვადაში. თუ ეშმაკობას დაიწყებენ, დავბრუნდებით ხიდისა და ელექტროსადგურის დრეზე. მულებმა ეს უნდა იცოდნენ, მათი ეკონომიკა კრიზისშია. ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა ფოლადი, პეტროქიმია და სამხედრო კომპლექსი, ჩამოიშალა. ბოლო კრიზისის დროს ხალხი უკვე ქუჩაში გადიოდა. ახლა კი მდგომარეობა ბევრად უარესია. დილით ჩვენ დავბოლმეთ მათი ყველაზე ძვირფასი ობიექტი, კარგის კუნძული. ირანს მისი დაკარგვა არ შეუძლია. ჩვენი B-52-ები უკვე დღეს იქ მიემართებოდნენ, მაგრამ ირანს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. New York Times-ი იუთხება, რომ ჩინეთმა სთხოვა დაეთანხმოს შეთანხმებას, რადგან ჩინეთის ეკონომიკა ვეღარ უძლებდა. რეჟიმი კუთხეში მოაქციეს და პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ ჯარების გაგზავნა სრუტის გასახასნელად და კარგის დასაკავებლად არ იქნებოდა გონივრული და ეს იყო უკიდურესი ნაბიჯი. მაშ რა ხდება შემდეგ? ორი კვირიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაიშალოს, პარასკევს პაკისტანში უნდა დაიწყოს. პრეზიდენტის გუნდი დაპირდა, რომ გააკონტროლებდა ურანს. რეჟიმი შერყეულია. მათი სამხედრო ხელმძღვანელობა და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა ფაქტობრივად გაქრა. ხშირად ომის შემდეგ რეჟიმები იშლება. ირანი შეიძლება დარჩეს არ შემდგარ და შემცირებულ სახელმწიფოდ, რომელიც ძალადობრივად ცდილობს თავისი მოსახლეობის კონტროლს. შეიძლება რევოლუციისთვის მზად იყოს. შეიძლება არა. შეიძლება არასდროს. აქ სრული ქაოსია. ნავთობის ფასები ეცემა და აქციების ფიუჩერსები ზენიტშია. თუ ზავი შენარჩუნდება და სრუტე გაიხსნება, ეკონომიკა კვლავ გაიზრდება. ბენზინის ფასები $2 ფარგლებში დაეცემა. თუ გაგვიმართლა, უკვე შემოდგომისთვის. ამერიკული შეკავება დაბრუნდა. სოფლიო ახლახან იხილა სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობის შთამბეჭდავი დემონსტრაცია, მაგრამ ეს ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ გვრჩება კუბა, გრენლანდია და კანადა. ხუმრობაა.